რამდენიმე წლის წინ საქართველოში კაცის ტანსაცმლის ბრენდი პალეკარტი გამოჩნდა, რომელმაც ქართველებს გემოვნებიანად ჯენტლმენებივით ჩაცმის საშუალება მისცა. მას შემდეგ პალეკარტმა არაერთი კოლექცია გამოუშვა და მომხმარებლის გული მოიგო. რა არის ეგრეთ წოდებული old money style და რამდენად პოპულარულია ეს საქართველოში? დღეს ამ თემაზე საქმიან საღამოში პალეკარტის თანადამფუძნებელთან დათუნა რეხვიაშვილთან ვისაუბრებთ. დათუნა, სალამი. მადლობა თქვენი დროისთვის. მოკლედ, პალეკარტის შექმნის ისტორიაზე არაერთხელ გისაუბრეთ, მათ შორის BMG-ს ეთერში, მაგრამ მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა, რა ბიზნეს შესაძლებლობა დაინახეთ ბაზარზე, სწორედ კომპანიის შექმნის მიმართულებით, რა ნიში იყო ბაზარზე, რამაც გადაგაწყვეტინათ უკვე საკმაოდ დიდი ხნისზე, რომ შეგექმნათ კაცის ტანსაცმლის კომპანია. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. სანამ დავიწყებით საქმიანობას, მანამდე გავაკეთეთ წინასწარი მოკვლევა ბაზრის, რამაც გვაჩვენა და ეს მოკვლევა ემსახურებოდა იმას, გვენახა რამდენად იყო მსგავსი სერვისები, რის მიწოდებასაც ვაპირებდით, რამდენად იყო ხელმისაწვდომი და რამდენად არსებობდა ჩვენ ბაზარზე. ამ მკვლევამ გვაჩვენა, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდით, საკმაოდ საინტერესო ნიშა გვეჭირა ბაზრისთვის და მოლოდინები შევიქმნით გამომდინარე აქედან ძალიან ისეთი მაღალი, თუმცა რაც უკვე საქმიანობა დავიწყეთ, ამის შემდეგ ვნახეთ კიდევ უფრო მეტი, რომ ის მოლოდინები, რაც შექმნილი ქონდა, გადააჭარბოთ ჩვენ მოლოდინებს, ასე ვთქვათ და მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ველოდით. როგორ იყო განვითარების პროცესი რა, მნიშვნელოვანი ეტაპებს და გამოწვევებს წააწყდით მთელი ამ წლების განმავლობაში, ვინაიდან ეს ჯერაც საკმაოდ ახლებური სტილის ბიზნესია ქართული ბაზრისათვის. თავიდან პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა და კონსულტაციებს გავდიოდით ადგილობრივ საწარმოებთან, რომლებსაც უკვე ქონდათ გამოცდილება წარმოების კუთხით. ამ ხრივ რო ვთქვათ, ესეთ განებივრებულები არ ვიყავით, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება ჩვენი მიმართულებით მით უმეტეს ბაზარზე არ არსებობდა. თუმცა კონსულტაციებმა, ამ რაღაც პროცესმა, სასწავლო პროცესმა, რაც გამოვყავით ამ ბიზნესის დაწყებამდე პერიოდში, გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებას სჭირდებოდა რაც კონკრეტული ცოდნა, კონკრეტული გამოცდილების მოძებნა, რაც ძალიან გართულდა ჩვენ ბაზარზე. და მოგვიწია, რომ კონსულტაციები გაგვეულა უკვე ძალიან ისეთი ავტორიტეტული და დიდხნიანი ისტორიის მქონე სამკერვალოებთან, საწარმოებთან, ბრენდებთან ასევე, რომლებიც ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში ოპერირებენ უკვე წლების მანძილზე და გამოცდილება სწორედ მათ განვლილ გზაზე დავაგროვეთ, ასე ვთქვათ. ის რაზედაც ვისაუბრეთ ამ დრომდე, ძირითადად მაინც ტექნიკური საკითხებია ბიზნესის კუთხით, მაგრამ ტანსაცმლის ბრენდს ასევე ჭირდება გარკვეული ფილოსოფია, რომელზედაც არის დიზაინი დაშენებული, განსაკუთრებით, როცა ასეთი სტილის ტანსაცმელს ვსაუბრობთ, რომელიც არ არის მასობრივი წარმოების, არის როგორც ხვდები, უფრო მეტად კლიენტთან ურთიერთობაზე და მის აგებულებას, გემოვნებაზე დაფუძნებული ურთიერთობა. პალეკარტის ფილოსოფია რას ეფუძნება? ძირითადი რა არის პოსტულატები თქვენი მიდგომის? ბრენდის ფილოსოფია და მიმართულება თავიდანვე იყო განსაზღვრული, ჩვენი მიმართულება, ჩვენი სტილი არის casual elegance ეგრეთ წოდებული, ანუ ყოველდღიური კლასიკური სტილი, რომელსაც ძალიან მრავალწლოვანი და მრავალსაუკუნოვანი უკვე ისტორია აქვს. კონკრეტულად არის გაწერილი კონკრეტული სტილი არის, კონკრეტული მიმართულება არის, რომელიც ძალიან ფართოა, მასშტაბიანი არის, ამოუწურავი არის ფაქტიურად, იმიტომ რომ არის უამრავი დეტალი. და ეს გვეხმარება იმაში, რომ როდესაც ესეთი კონკრეტულად გაწერილი სტილი გაქვს, კონკრეტულად გაწერილი მიმართულება გაქვს, იქ უკვე ძალიან მარტივი არის, რომ გასაგები არის შენი, ასე ვთქვათ, ამოცანა, შენი მიზანი, სამიზნე აუდიტორიას ძალიან სწორად განსაზღვრავ, აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ზუსტად იცი, ვინ შეიძლება იყოს შენი მომხმარებელი. და რაც შეეხება იმ კომფორტს რა და იმ თავარ ამბავს, რაც ჩვენი სტილის, ჩვენი მიმართულების ბრენდებს ახასიათებთ, არის ინდივიდუალურად შენზე მორგებული სამოსი, რაც ორმაგად უფრო კომფორტული არის. ფაქტიურად შენ როცა პალეკარტში მოდიხარ, არ ყიდულობ მხოლოდ სამოსს, ყიდულობ რაღაცა კომფორტს, იმ სერვისს, რომელიც როგორც აღნიშნე აქამდე ჩვენ ბაზარზე ძალიან ისეთი იყო რა, ხელმისაწვდომი და არ ყოფილა. ამიტომ მიმართულებაზე დღემდე აქტიურად მუშაობთ, უკვე მეხუთე წელი არის ეს რაც ინერგება და კიდევ ბევრი რაღაც კომპონენტი არის, რაც შესავსებია, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამართულად უკვე გვაქვს ინდივიდუალური სერვისი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და დაინტერესებაც შესაბამისი არის ჩვენთან. სერვისთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი ამ შემთხვევაში საწარმოო მატერიალების. როგორ უდგებით ამ შემთხვევაში ხარისხის კონტროლს, საიდან მოგაქვთ მაგალითად მატერიალები, როგორ არჩევთ მათ და შემდეგ უკვე როგორ არგებთ მათ მაგალითად სეზონს ან თუნდაც მომხმარებლის გემოვნებას.
კი ბატონო, ამ ხრივაც ჩვენ ბაზარზე დიდად ხელმისაწვდომი არ ყოფილა აქამდე ძალიან მაღალი ხარისხის ქსოვილები და მოგვიწია საწყის ეტაპზე რომ დაგვეწყო იმ ქსოვილებით, რაც ბაზარზე ხელმისაწვდომი იყო, თუმცა საჭიროებამაც გვაჩვენა და თან ჩვენი მიზანიც საბოლოოდ ეგ იყო, რომ იმ ძალიან დიდ ბრენდებთან, საწარმოო ბრენდებთან, ქსოვილის წარმოებულ ბრენდებთან პირდაპირ კავშირზე გავსულიყავით, პირდაპირ კომუნიკაციები დაგვემყარებინა და დღეს უკვე პალეკარტში შევხვდებით ისეთ ბრენდებს, ისეთ დიდ ბრენდებს, რომლებითაც მუშაობენ წამყვანი ძალიან დიდი ისტორიის მქონე სარტორიების სამკერვალოები ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში. და ყოველთვის პალეკარტის თავარია, ესე იგი ფილოსოფია რაც არის, ჩვენ ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილი აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი. ყველანაირი ქსოვილი, რომელსაც პალეკარტში ხვდებით, არის ბუნებრივი და მარტო ბუნებრივი არ არის კომპონენტი, რომელიც აკმაყოფილებს რა ჩვენ კრიტერიუმებს, აქ არის დამუშავების სტილი, სირთულე და რაღაცნაირად აუცილებელი არის, რომ რაღაც გამოცდილება ქონდეს იმ ქსოვილს, რასაც ჩვენ ვიყენებთ, რომ რაღაც დროში იყოს გამოცდილი და ვიცოდეთ, რომ ზუსტად ის არის, რაც გვინდა. როგორია მოთხოვნა? ადამიანები უმეტესად პირობითად წვეულებებისთვის მოდიან, აი ქორწილი აქვთ და მოდიან რომ შეიკერონ, თუ არსებობენ კლიენტები, რომლებიც უკვე ყოველდღიურად ასე ისვამენ და შესაბამისად თქვენი მუდმივი კლიენტები არიან? რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როდესაც აი რაღაც რიტუალური სამოსის სტატუსი გვაქვს ხოლმე ძირითადად და ეს ქორწილების პერიოდში ყველაზე ესეთი მკვეთრად ჩანს. თუმცა ჩვენ მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი უკვე გადმოსული არის და აქამდე თითქოს გვეძებდნენ რა და რაღაცა არ იყო ხელმისაწვდომი ეს სერვისი. გადმოსული არის უკვე თავიდან მოვიდა ჩვენ სტილზე და უკვე გასაგები არის მომხმარებლებისთვის უკვე ჩვენ რაღაცნაირად შევქმნით გარემო, სადაც ადამიანებს ესმით, რომ ეს რაღაც დისკომფორტთან და რაღაც ისეთ ოფიციალურ და მხოლოდ აი რიტუალურ დღეებთან არ არის რა დაკავშირებული, ეს შეიძლება იყოს ყოველდღიურად კომფორტული და მოხდენილი და იყოს თავისუფლად იმაში, რასაც გასულ. აქვე კომპანიის გეგმებზეც უნდა კითხოთ აუცილებლად რა არის პალეკარტის სამოვალო ხედვაში, ხომ არ გეგმავთ მაგალითად რეგიონების მიმართულებით განვითარებას ან თუნდაც სხვა ქვეყნებში ბუტიკის გახსნას? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობთ, მაინც ჩვენ კომუნიკაციას ძირითადად სოციალებში თუ მივადენთ თვალს, ვნახავთ, რომ ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია ჯერჯერობით მთავრად, ოღონდ არა ერთადერთ, მაგრამ მთავარ აუდიტორიად რჩება ისევ ქართველი მომხმარებელი, ქართული ბაზარი, გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ შეხედვით პალეკარტს თითქოს დღეს ძალიან დიდი ცნობადობა აქვს ქართულ ბაზარზე, კვლევები ყოველთვის გვაჩვენებს, რომ ბაზრის პოტენციალის ნახევარიც კი არ გვაქვს ჯერ სრულად ათვისებული. ამიტომ ძირითად სამიზნე აუდიტორიად მაინც რჩება ქართული ბაზარი, თუმცა აქტიურად მუშაობთ ძალიან რეგიონებში და არა მხოლოდ რეგიონებში გატანაზე უცხოური ბაზრების ასათვისებლად. და რაც მნიშვნელოვანი არის, მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ნაბიჯების გარდა ის რომ შენ ბაზარზე დაიკვირო თავი და იყოს რაღაცნაირად სანდობა მოიპოვოს ბრენდმა უფრო მეტად, იყოს უფრო რაღაც ავტორიტეტული, რაღაც სტილის და ხასიათის გამსაზღვრავია. შენს მომხმარებლებთან ეს ერთიორად უფრო ამარტივებს შემდეგ უცხოურ ბაზრებზე თავის დამკვიდრებას და მე მგონია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯ ძალიან სწორად მივდივართ. ახლახან იმყოფებოდით იტალიაში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე მსოფლიოში, მამაკაცის ტანსაცმლის, რა შედეგებით დაბრუნდით იტალიიდან? კი ბატონო, პიტი ომზე ვიყავით ბოლოს, პიტი ეს მოკლედ რო ვთქვათ, არის საგამოფენო სივრცე, საგამოფენო პავილიონი ფლორენციაში, რომელშიც ყოველწლიურად და ყოველსეზონურად იმართება გამოფენები და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძირითადი მიმართულება არის პიტი უომო. უკვე 50 წელზე მეტი არის პიტი უომო ყოველ სეზონზე წელიწადში ორჯერ იმართება ხოლმე და 50 წლის მანძილზე საქართველოსდან პირველი ჩვენ როგორც ქართული ბრენდი პირველად ვიყავით მიწვეულები. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო როგორც ბრენდისთვის, მაგრამ ამასთან ერთად და უფრო მნიშვნელოვანი კიდე აქედან არის ის, რომ ეს იყო საშუალება ძალიან კარგი კომუნიკაციები დაგვემყარებინა, კონტაქტები დაგვემყარებინა მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. რაღაცნაირად ასოცირება მოგვიხდინა საკუთარი თავის ჩვენი ბრენდის და ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. მანამდეც ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რადგან ვაკეთებდით და თავდაჯერებულობა ჩვენ საქმიანობაში არ გვაკლდა, თუმცა როდესაც ხედავ და უშუალოდ უკვე ნახულობ
იმ მიმართულებას, რა მიმართულებითაც მუშაობ. მე კიდევ ერთხელ უკვე დავარწმუნდით იმაში, რომ დღესდღეობით ამ მოცემულობით შექმნიდან მეხუთე წელს პალეკარტს აქვს ძალიან დიდი საშუალება იმისი და პალეკარტი მოწოდების იმ სიმაღლეზეა, როდესაც შეუძლია მას ძალიან ღირსეული კონკურენციაც და მათ გვერდზეც დადგეს მსოფლიო ბრენდების, რომლებიდანაც აქამდე ინსპირაციას ვიღებდით უამრავი მამაკაცი და ჩვენთვის იყო რაღაცნაირად ესეთი მისაბაძი მაგალითები. ასე რომ შემდეგ განვითარებებს, რაც უკვე უშუალოდ პიტისთან პალეკარტის განვითარებას რაც უკავშირდება, არის ის, რომ ჩვენ გეგმავთ შემდეგომ ნაბიჯებს, რომ მომდევნო გამოფენებზე პალეკარტი უკვე იყოს წარმოდგენილი საკუთარი შოურუმით, სადაც წარმოადგენთ ჩვენს კოლექციებს იმ მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ერთად, რომლებიც ესე მნიშვნელოვანი არის ჩვენთვისაც და ზოგადად მამაკაცის მოდისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ ამ გეგმებში პალეკარტს და იმედი გვაქვს ქართულ მოდას ვიხილავთ უკვე იტალიის ბაზარზე. საქმიან საღამოში დღეს კაცის ტანსვლის ქართული ბრენდის პალეკარტის თანადამფუძნებელს დათუნა რეხვიაშვილს უმასპინძლეთ, რომელთანაც ბრენდის ამბები და სამმაოლო განვითარების პერსპექტივა მიმოვიხილეთ.